მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ თავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ზღარბის არხი და ამით მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ შემოგვიერთდეს აქ ამ პლატფორმაზე. დღეს დავიწყებ საუბარს ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებულ ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ღრმა კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა და ეს უცნაურია, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ვიცით უთვალავი სხვადასხვა კუთხით არის ნაკვლევი. შემდეგი რამდენიმე გადაცემის განმავლობაში ვილაპარაკებ პოემაში პერსონაჟების წარდგენის პრინციპებზე, ესე იგი ვილაპარაკებ იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდებიან თხრობაში ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები და როგორ ეცნობა მკითხველი გმირებს. ეს არის რთული, ჩახლართული სისტემა, რომელსაც გაგაცნობთ ნაწილ-ნაწილ, კაფიოდ და იმედი მაქვს ხალისიანად. ამ თემაზე მე ბევრი მიმუშავია, იმიტომ რომ ჩემი აკადემიური განათლებით ვარ კლასიკური ფილოლოგი, რისმაგ გორდეზიანის სტუდენტი ვიყავი და ბატონმა რისმაგმა თავის დროზე გაგვაცნო კარგად აი ეს გმირების წარდგენის სისტემა, როგორ იყო გამოკვლეული ჰომეროსის ნაწარმოებებში, ილიადასა და ოდისეაში და როდესაც ამ ცოდნის ფონზე შემდეგ ვკითხულობდი ვეფხისტყაოსანს, ყოველთვის მქონდა ეს ინტერესი, რომ აბა ვეფხისტყაოსანში როგორ არიან გმირები წარდგენილები და როცა საშუალება მომეცა, ამ საქმეს სერიოზულად მოვეკიდე. ჯერ ჰომეროსთან დაკავშირებით ვიტყვი. ჰომეროსის შემოქმედების მკვლევრებს ძალიან დაეხმარა ის აღმოჩენა, რაც არის დაკავშირებული სწორედ გმირების წარდგენის, ან როგორც მეცნიერები უწოდებენ, გმირების ექსპონირების პრინციპებთან დაკავშირებით, როგორც ილიადაში, ასე ოდისეაში. რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ ის პერსონაჟები, რომლებიც უკვე ილიადაში არიან წარდგენილები, ოდისეაში შემოდიან ყოველგვარი წარდგენის გარეშე. ხოლო ის გმირები, ის პერსონაჟები, რომლებიც არ იყვნენ ილიადაში და პირველად ჩნდებიან ოდისეაში, აი ისინი სათითაოდ არიან წარდგენილი ავტორის მიერ. ამან დიდი უპირატესობა მისცა იმ მეცნიერებს, რომლებიც ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ ილიადა იყო ჰომეროსის ნაწარმოები, ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ მეცნიერები კამათობენ, თქვათ ილიადა არის თუ არა ერთი ავტორი ჰომეროსის დაწერილი, თუ ეს სხვადასხვა ავტორის შემოქმედების ერთგვარი კრებულია, მაგრამ აი ამ კვლევებმა, რომლებმაც დაადასტურა, რომ ერთიანი პრინციპით არის წარდგენილი პერსონაჟები ილიადასა და ოდისეაში, რა თქმა უნდა, მეეჭვებს, რომ ჰომეროსი არ არსებობდა თუ არ იყო ილიადას ავტორი, საფუძველი ფაქტობრივად მთლიანად გამოაცალა. აი ამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გმირების ექსპონირების, გმირების წარდგენის პრინციპების კვლევა ჰომეროსის ნაწარმოებებში. რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, აქ რა თქმა უნდა, არც პოემის მთლიანობა და არც ავტორი ეჭვის ქვეშ არ დგას, მაგრამ პერსონაჟების წარდგენის აი ამ სქემის კვლევა ძალიან საინტერესო არის იმ კუთხით, რომ ესე იგი კიდევ ჩაღრმავებულად გვიჩვენებს რაღაც ფარულ სქემას პერსონაჟების წარდგენის, რომელიც ნათელყოფს აი როგორი განსაკუთრებული მთხრობელია შოთა რუსთაველი. შემდეგ გადაცემებში სხვადასხვა კუთხით შემოგთავაზებთ იმასთან დაკავშირებით დაკვირვებებს, თუ ვინ და როგორ წარადგენს პერსონაჟებს ვეფხისტყაოსანში. დღეს კი მხოლოდ ზოგად პრინციპებს ჩამოგითვლით, თუ ვის ენიჭება პერსონაჟების წარდგენის ფუნქცია პოემაში. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ზოგადად გმირისა და პერსონაჟის ცნებებს შორის განსხვავება ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, რომ განსხვავება არის მხოლოდ მხატვრული თვალსაზრისით. ესე იგი, თუ მხატვრული სამყარო გვაინტერესებს, გმირი არის ის, ვინც მოქმედებს და ცulis გარემოს და პერსონაჟი არის ის, ვინც მოქმედებს და გარემოს არ ცulis ან ვერ ცulis. მაგრამ მეორე მხრივ, ყველა მოქმედი პირი, ვისაც კი ნაწარმოებში ხვდებით, არის
პერსონაჟი. ხო, მაგალითად, ხატრული კუთხით, რა თქმა უნდა, ტარიელი არის ვეფხისტყაოსნის გმირი, მაგრამ ამავდროულად ის არის ვეფხისტყაოსნის პერსონაჟი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოქმედი პირია და მეც ამ ლოგიკას გავყვები, ზოგჯერ შეიძლება გმირი ვახსენო, ზოგჯერ პერსონაჟი ვახსენო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ ეს ორი სიტყვა ერთმანეთის სინონიმია და როგორც გმირი, ასევე პერსონაჟი ერთი და იგივე არის ამ კუთხით განხილვისას, როცა მათი წარდგენის პრინციპებზე ვლაპარაკობთ. ეხლა ჩამოვთვლი, ვის ეკისრება პერსონაჟების წარდგენის ფუნქცია შოთა რუსთაველის პოემაში. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ავტორი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს, შემდეგ გმირი წარადგენს საკუთარ თავს, კიდევ შემდეგ იხერხია, რომ გმირი წარუდგენს მეორე გმირს მესამეს, კიდევ შემდეგ იხერხია, რომ გმირი უამბობს მეორე გმირს მესამემ როგორ წარადგინა მეოთხე და ბოლოს გმირი უამბობს მეორე გმირს მესამე როგორ წარუდგენს მეოთხე გმირს მეხუთეს. ეს ყველაფერი ხდება მე-12 საუკუნეში დაწერილ ნაწარმოებში და თან ისე არის ეს წარდგენები რაღაცნაირად ჩაწნული საერთოდ ხრობაში, რომ მკითხველი არასდროს არ იბნევა და არასდროს არ ეკითხება საკუთარ თავს, ეს პერსონაჟი ადრეც იცოდა ვინ იყო თუ ეხა პირველად გამოჩნდა თუ როგორ არის. ესე იგი, ეს ჩახლართული სქემა სინამდვილეში არის ისეთი გამჭვირვალებით გადმოცემული, რომ არც უხერხულობას არ ქმნის და არც გაუგებრობას არ ქმნის არასდროს. აი, ყოველი მომდევნო ინფორმაცია პერსონაჟის შესახებ ან ამატებს პერსონაჟის უკვე მოცემულ აღწერას და ან ადასტურებს იმას, რაც უკვე ვიცოდით. ერთ-ერთ გადაცემაში საგანგებოდ შევჩერდები ერთ ეპიზოდზე, როდესაც პოემის ბოლოს მეფე როსტევანი პირადად გაიცნობს ტარიელს და ნესტან დარეჯანს. ეს არის პოემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი, როგორც მხატვრული თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ახლა წარმოიდგინეთ, ის კი არაბეთის დიდი მეფე როსტევანი 4 წლის განმავლობაში ცხოვრობს მუდმივ შფოთში, იმიტომ რომ სადღაც არსებობს ვიღაც უცხო მოყმე, რომელსაც კიდევ ყავს ვიღაც მიჯნური, რომელიც სადღაც არის დაკარგული და ამის გამო არაბეთის მეფე ვერ ცხოვრობს მშვიდად. მას გაშვებული ყავს სადღაც თავისი გაზრდილი, თავისი ქვეყნის პასპორტი და არიან მუდმივ დარჩი და ხა წარმოიდგინეთ 4 წლის შემდეგ ეს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და არ არის საინტერესო როგორ ხვდებიან, რას ეუბნებიან ერთმანეთს, რა შთაბეჭდილებას ახდენენ ერთმანეთზე. აი მას ყველაფერს ჩვენ ერთად გავიგებთ. წარდგენების სისტემის აღწერის შემდეგ ცალკე ვილაპარაკებ იმ შემთხვევებზე, როცა პოემის გმირების წარდგენა საერთოდ არ ხდება. ესე იგი, დგება რაღაც ეტაპი თხრობაში, როდესაც რუსთაველს აღარ მიაჩნია საჭიროდ აღწეროს ჩვენთვის ნაცნობი, მაგრამ ერთმანეთისთვის უცნობი გმირები და პერსონაჟები, როგორ ხვდებიან ერთმანეთს, ან რა შთაბეჭდილებას ტოვებენ ერთმანეთზე და შევეცდები, რომ აი ამის კანონზომიერებაც ერთად დავადგინოთ, აი როდის ხდება ეს, როცა გმირების წარდგენას აღარ თვლის ავტორი საჭიროდ. შემდეგ ვილაპარაკებ სახელდებული და უსახელო გმირების წარდგენაზე, ეს ძალიან საინტერესოა და ამ ეპიზოდს დავყოფ 3 პატარა ქვეთავად. ესე იგი, პირველი ეს არის გმირები, რომლებსაც აქვთ სახელი და მოქმედებენ, რა თქმა უნდა, პერსონაჟების უმრავლესობა ასეთია. შემდეგ ეს არის გმირები, რომლებსაც არ აქვთ სახელი და მოქმედებენ, ყავს ვეფხისტყაოსანში ასეთი პერსონაჟების და შემდეგ ეს არის გმირები, რომლებსაც სახელი აქვთ, მაგრამ არ მოქმედებენ, არ ჩანენ, არაფერს არ აკეთებენ. ასეთ პერსონაჟებსაც შევხვდებით. ახლა მოკლე ანონსად გეტყვით, რომ რუსთაველს ჩემთვის ამოუხსნელი დამოკიდებულება აქვს ზოგჯერ პერსონაჟების მიმართ და აი რას გულისხმობ, ადრეც მithქვამს, ნესტანის დედა, ინდოეთის დედოფალი, რომელიც მეტყველებს, ამბობს რაღაცებს, მოქმედებს მე განსაკუთრებით პოემის ბოლოს, მაგრამ არ ვიცით რა ქვია, არ ვიცით მისი სახელი, არ არის ვეფხისტყაოსანში მისი სახელი ნათქვამი.
მაგრამ სამაგიეროდ ვიცით ბაღდადელი ვაჭრების ქარავნის უფროსის სახელი უსამი ქვია. ეპიზოდური პერსონაჟია, ერთ ეპიზოდში ჩნდება, სიმპათიური კაცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ პატარა ეპიზოდში მოქმედებს მხოლოდ და რაღაცას ამბობს და ჩვენ მისი სახელი ვიცით. ასევე ვიცით, რა ქვია, ქაჯეთის სამეფოს გარდაცვლილი მეფის დას, დულარდუხტი ქვია. ეს ადამიანიც, ეს პერსონაჟი გაკრთება ნაწარმოებში, მაგრამ ასევე ვიცით, რა ქვიათ, მის ძმისშვილებს, ანუ გარდაცვლილი მეფის შვილებს, როსანი და როდია ქვიათ და საერთოდ არ ჩანან ეს პერსონაჟები, მაგრამ სახელები ვიცით და ვისაც სკოლაში ვეფხისტყაოსანი უსწავლია, ან შემდეგ წაუკითხავს ეს როსანი და როდია რაღაცნაირად ყველას გვახსოვს, თითქოს შეიძლება არ გვახსოვს ვინ არიან, მაგრამ აი ვიღაცებს როსანი და როდია ქვიათ, ეს რატომღაც გვახსოვს. ამის შემდეგ ერთ-ერთ გადაცემაში ვილაპარაკებ გმირების წარდგენისა სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებზე. ასევე ანონსად ვიტყვი, რომ ობიექტურ ფაქტორად შეგვიძლია მივიჩნიოთ მეფეების წარდგენა, იმიტომ რომ რომელი ქვეყნის მეფეც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა წარადგენდეს, გარკვეული კანონზომიერება ამაში ჩანს, მეფე როგორ არის წარდგენილი. და ეხლა ვიტყვი სუბიექტურ ფაქტორზე, აი ნესტან დარეჯანს მაგალითად წარადგენს რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი, წარადგენს რას ნიშნავს, უყვებიან ვიღაცას რომ ნახეს ესეთი ქალი და იმის მიხედვით როგორ წარადგენენ ისინი ნესტანს, იმის მიხედვით რა შთაბეჭდილება დატოვა მათზე ამ განსაკუთრებულმა ქალმა, თვითონ მთხრობელის შესახებაც არანაკლებს ვიგებთ, ვიდრე იმის შესახებ, თუ როგორი მშვენიერი იყო ნესტანი. ვფიქრობ, რომ შემდეგი გადაცემები იქნება საინტერესო, შეიძლება თქვა განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ შევეცდები, რომ პოემა სრულად ახალი კუთხით დაგანახოთ და იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს ახალს გავიგებთ თვითონ შოთა რუსთაველის ოსტატობის შესახებ. დღეს მინდა რომ მოკლედ გიამბოთ წარდგენის პირველ პუნქტზე, როდესაც შოთა რუსთაველი თვითონ წარადგენს თავის თავს, ეს ხდება პოემის პროლოგში და ეპილოგში, სხვათა შორის მართა ტომებია რუსთველოლოგების მიერ დაწერილი აი ამ სტრიქონებზე, ამ რამდენიმე სტრიქონზე, მათი წაკითხვაც ზოგჯერ სხვადასხვანაირია. რა თქმა უნდა, ახლა ამაზე მე სიტყვას არ გავაგრძელებ და ეს სტრიქონები ალბათ გვახსოვს, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებ, სულ რამდენიმე სტრიქონია, დავჯერ რუსთველმან გავლექსე, მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამადარი, ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა, ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრობელს. აი ეს არის. და ხა მინდა ვთქვა, რომ შოთა რუსთაველი, როდესაც თავს ასახელებს, ყოველთვის ამბობს რუსთაველი არსად არ არის ვეფხისტყაოსანში, მაგრამ უკვე გვიან საუკუნეებში მისი სახელი ჩავთავოთ, რომ ეს არის სახელი მისი შოთა რუსთაველი, ხო ეს ჩნდება გვიან და ვახტანგ მეექვსემ, როდესაც პირველად დასტამბა ვეფხისტყაოსანი, აი იქ ამ წიგნს აწერია, რომ ავტორი არის შოთა რუსთაველი და შემდეგ მოყვება ეს ტრადიცია. ახლა ვიტყვი, რომ ავტორი გარდა იმისა, რომ პროლოგში და ეპილოგში საკუთარ თავს ასახელებს, კიდევ პოემაშიც ჩნდება როგორც მთხრობელი. მე ამის შესახებ ადრეც გიამბეთ, ეხლაც გეტყვით, რომ ორნაირად ჩნდება როგორც მთხრობელი. ერთი ეს არის როგორც ობიექტური მთხრობელი, დაწერს ერთ სტროფს, რომელშიც მიგვანიშნებს, რომ ეს ამბავი, რომელიც ამ სტროფს მოყვება, როგორი ამბავი იქნება, ვთქვათ, კარგი ამბავი იქნება, ცუდი ამბავი იქნება, რას შეეხება, ბედს შეეხება, უბედობას შეეხება თუ რას. და ამ ჩანართების მიხედვით მთელი პოემა არის 7 ბლოკად, ასე ვთქვათ, დაყოფილი. მაგრამ აქ შოთა რუსთაველი არის აბსოლუტურად ობიექტური მთხრობელი, უბრალოდ ცოტა დროს წინ უსწრებს და წინასწარ გვეუბნება, შემდეგ რას უნდა ველოდეთ. მაგრამ შოთა რუსთაველი როგორც მთხრობელი
სუბიექტური მთხრობელი ასევე ჩანს ვეფხის ტყაოსანში ზოგიერთ ეპიზოდში და განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისი გამოჩენა გულანშაროში, როდესაც ავთანდილის ყველა საჩოთირო ქმედების შემდეგ ჩდება გმირის გვერდით, აქებს და ამხნევებს მას და ეს მართლაც ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდებია. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ უკვე ის ჩნდება როგორც მთხრობელი და არა როგორც მაინც და მაინც რუსთველი. და როგორც რუსთველი ის ჩნდება მხოლოდ პოემის დასაწყის და დასასრულ ეპიზოდებში, პროლოგში და ეპილოგში. დღეს ამით დავასრულებ გმირების წარდგენის პრინციპებზე ერთგვარ შესავალ გაცნობით საუბარს და გადაცემის ბოლოს ისევ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი. შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და დიდი იმედი მაქვს, რომ დაუბრუნდებით თქვენთვის საინტერესო განხილვით. ამას ხას იმიტომ უსვამ, რომ სპეციფიკურ ეტაპზე შევდივართ გადაცემების, როდესაც ისეთი რამ უნდა გიამბოთ, რაც უშუალოდ ამბებთან აღარ არის დაკავშირებული, მაგრამ და ამის გამო შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ თქვათ ეს ისეთი საინტერესო აღარ იქნება, მაგრამ პირიქით მგონია იმდენად ახლებური კუთხით წარმოგიდგენთ ვეფხის ტყაოსანსაც და მის ავტორსაც და მისი ავტორის ოსტატობასაც, რომ ეს ეპიზოდები შეიძლება უფრო მეტად საინტერესოც იყოს და არა მხოლოდ ნებისმიერი მაყურებლისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად საინტერესო იყოს, ან იმგვარადვე საინტერესო იყოს, როგორც დანარჩენი გადაცემები, რაც აქამდე ყოფილა აი ამ ჩემს პოდკასტში. ახლა შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით და დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ.